რაღაცა მანქანა გახურდება რომ წავიდე. მინდოდა აუცილებლად პატარა ჩართვას გავაკეთებ, ძალიან მინდა. ის გითხრათ, რის თქმასაც ახლა ვაპირებ. ვიდეო შემხვდა, არ დავასახელებ, ვისი ამერიკაში ცხოვრობს ეს ქალბატონი. და ყველა უწერს, რომ თავიან დაბანეთ ეს ქალი და ასეთ რაღაცებს გესმით. თუმცა ნახეთ, ეს ქალბატონი დასაბანი კი არ გახლავთ. ანუ ფიზიკურად კი არ არის დასაბანი, გასაწმენდი. თქვენ რასაც ხედავთ, ეს სულ რაღაცა სხვა რაღაც გახლავთ. მე ამ ქალბატონის ვიდეო ნახე ერთი, სადაც ამბობდა, რომ მე ყველას მოუწოდებო ბევრი სექსუალური კავშირიო. ბევრი ზუსტად ეს გახლავთ პრობლემა, გესმით? დაბნეული არის ქალბატონი, საოცარი ადამიანი არის, საოცარი. თუმცა არასწორად გაიგო ყველაფერი. ბევრი სექსუალური კავშირი გაბინძურებს ზუსტადაც რომ. გესმით? მე რატო ვარ უკვე მე-10 წელი დაიწყო მარტო? იმიტომ რომ მე ავირჩიე ღმერთი. გესმით? ანუ ჩვენ ნახეთ, სხეული გვაქვს ცხოველის. სული კი ღმერთის. ანუ ჩვენ ვართ ცხოველი და ღმერთი ერთად. ამ ცხოველს მართავს ღმერთი. ანუ სული. ეს სხეული როგორც აი ტანსაცმელი მაცვია ესე. ამ სხეულს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ თუ სულ გვაქვს აი იმ კაცთან გავიარე, ან იმ ქალთან გავიარე, მაგალითად, ხო? მნიშვნელობა არ აქვს. და აი კაცის შემთხვევაში კაცთან გაიარე თუ რაც უფრო ბევრი პარტნიორი ყავს, მით უფრო ბინძურდება ენერგეტიკულ დონეზე. სხეული, ის ქალბატონი სხეულით კი არ არის ჭუჭყიანი, არამედ ენერგეტიკულად, გესმით? ანუ სულიერ დონეზე ხდება დაბინძურება და რატო? ერთობის დამწყები, რომელიმე ადამიანთან კონკრეტულ პიროვნებასთან არის არა სულიერება, არა ღმერთი, არამედ ცხოველი ტკივილი. გადარჩენის ინსტინქტი და ასე შემდეგ. და ვყრით მერე შვილებს და ეს ურთიერთობა იქ ღმერთი არ სუფევს. ღმერთი არის როდესაც იპოვის შენივე სულს. საპირისპირო სხეულში, მაგალითად ქალი თუ ხარ, მამაკაცის სხეულში მყოფ შენივე სულს. ეხლა თავიდან ვართ ერთი, მოვდივართ, ნაწილდება ქალურ სხეულში, კაცის სხეულში სული. გესმით? და თლიანი აი ამ დედამიწისეული თამაში გახლავთ, რომ ვიპოვოთ ერთმანეთი და როგორ? ჯერ ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი, ანუ ჩვენში არსებული სული. ღმერთი, მივხვდეთ ვინ ვართ, გამთლიანდეთ. თქვენ როდესაც იმიტომ ხართ ადამიანთან, რომ მარტო არ იყოთ. ეს გახლავთ ცხოველური კავშირი, ინსტინქტუალური, ან გინდათ სექსუალური კავშირი, ეს ჰორმონები გაწვევათ. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. ნახეთ, ტკივილიანი კავშირი არის და არა უპირობო სიყვარულით შემდგარი ურთიერთობა გახლავთ. ურთიერთობა რისთვის ხდება? ქალის და მამაკაცის გაერთიანება, ამ ორი სულის, ხო? თქვენივე სულთან გაერთიანება. რატო ხდება? რომ აღასრულოთ მისია. რომ გააკეთოთ ის, რისთვის ხართ და მთლიანობა მოგცემთ ამის საშუალებას. გესმით? რომ დაეხმაროთ შემდგომ სხვას. და როდესაც იცვლით პარტნიორებს, ნიშნავს, რომ ისევ ხართ გადარჩენის ინსტინქტებით, ცხოველური ინსტინქტებით მოქმედებთ და არა უპირობო სიყვარულით. არ ხართ მთლიანი და ამით ცდილობთ შეავსოთ ის სიცარიელე, რაც თქვენ გულში არის და როგორ მომწონს შოთა რუსთველმა ტყულა კი არ თქვა. მძულს უგულო სიყვარული ხვევნა კოცნა კლაშატყულში. ანუ გული არ არის, ღმერთი არ არის იმ ურთიერთობაში. იმ ურთიერთობაში არის ცხოველური საწყისები. გესმით? ანუ სხეულით ნამართი, ჰორმონებით ნამართი, ტკივილით ნამართი ურთიერთობა. ამიტომ უწერთ იმ ადამიანს, რომ ბინძური არ დაბანეთ რა. არა. იმან უბრალოდ ბევრის ნეგატივი წამოიღო, ბევრის ტკივილი წამოიღო. კაცებსაც რო შეხედეთ, აი, ბევრთან რო აქვთ ურთიერთობა, და ბინძურია. ბინძური არის ენერგეტიკულად, თორე შეიძლება სულ გაწყრიალებული იყოს. ნახეთ, აი, ახლა ერთ მაგალითს მოვიყვან. დამოკიდებული
ნივთიერებებზე დამოკიდებული ნარკომანი ხო ადამიანი ესე იგი როგორ არის ხოლმე ჩაცმული არის ხოლმე აი გაპეწკილს რასაც ეძახიან აი ესეთი კარგად ჩაცმული არის ხოლმე რატომ მალავს შიგნით არსებულ სიბინძურეს რასაც იწვევს ეს ილპება შიგნით მთელი ორგანოები ულპება და ამ ყველაფერს აი ამით მალავს ერთი მყავდა ჩემთან ერთად ცხოვრობდა გმური უბრალოდ ერთად ვიხდიდით სახლის ქირას და ესე იგი სულ გამოპრანჭული დადიოდა ეს მამაკაცი და ოთახში რო წავიდა ოთახში ღმერთო ჩემო რა ხდებოდა ხალხო იცი ტარაკნები ვერ რა გიხსნით ეს რა სიბინძურე დამხვდა და ვერც კი წარმოვიდგენდი ისეთი ანუ სიბინძუ რას ნიშნავს მალავდა ამ ყველაფერს იმ ნეგატივს რაც მასში იყო იმ ჭუჭხს სწორად გამიგეთ რა იმედი მაქვს ხვდებით ახლა რა ჭუჭხზე მაქვს საუბარი ხო იმ ტკივილს იმ ნეგატივს და ასე შემდეგ უნდა მოვუაროთ ამ სხეულს გესმით როგორ პირველ რიგში სულს აირჩიეთ ღმერთი აირჩიეთ ცხოველკე ღმერთი აირჩიეთ და გამთლიანდებით ნახეთ მე ვამბობ სულ ასეთ რაღაცას რომ მე ქმრად ავირჩიე ღმერთი მეტი ანუ რატო არ მივყვები ახლა ყველას ნებისმიერ შემიძლია გავკვაცოლოთ სადაც ღმერთი არ იქნება სად ღმერთ კაცს ვირჩევ ანუ ვირჩევ იმ ადამიანს ვინც იქნება სულიერებაში ვინც იქნება ემოციურად გაწონასწორებული ვისაც ეყოლება პირველ რიგში ღმერთი არჩეული იქნება სულიერებაში რელიგიას არ გულისხმობ რელიგიამ დაგვაბნია მოკლედ ამ თემას არ ვეხები სულიერებაში ანუ ვისაც რეალურად ყავს ღმერთი არჩეული აი ასეთი ანუ ღმერთკაცი მინდა მაგრამ ასეთი რომ მოვიდეს ჩემ და თავად უნდა გავხდე ქალ ღმერთი როგორ უნდა დავაყენო ღმერთი კი არ ცხოველურ საწყისებზე დამყარებული ტკივილიანი ურთიერთობა კი არ მქონდეს ტკივილით ნამართი ურთიერთობაში ტკივილით ნამართ ურთიერთობაში კი არ შევიდე იმიტომ რომ არ მინდა მარტო ყოფნა იმიტომ რომ ის სარკე უნდა იყოს მიმახვედროს რომ მატკინოს რომ მივხვდე რა მაქვს გამოსასწორებული ანუ ასე მე თვითონ გამოვასწორო ყველაფერი გავუშვა წარსული მოვიშუშო ტკივილი ვაპატიო ყველას ვაპატიო პირველ რიგში საკუთარ თავს გავთლიანდე პირველი დავაყენო ღმერთი და ჩემი მისია და მოვიდეს შემდეგ ის ადამიანი ვინც დამეხმარება აღვასრულო ის რისთვისაც ვარ და არა იმიტომ რომ მინდა სექსუალური კავშირი ცხოველური ურთიერთობა არ მინდა ეს მინდა ღმერთით ნამართი გულით ნამართი ურთიერთობა უპირობო სიყვარულზე აშენებული ოჯახი და არა მარტო სულობაზე წავედი ხო გახურდა მანქანა ამის თქმა მინდოდა ყველას შეამჩნევთ აი ნახეთ ამ ვიდეოს ახლა დააკვირდით ხედავთ აი ამას ამჩნევთ ჩვენ გვაქვს როგორც ძაღლები გრძნობენ ხო ძაღლები ამ ყველაფერს ხედავენ იმიტომ მოსწონთ ზოგიერთი ზოგიერთს კიდე უღრენენ უყეფენ და რაღაც სახლში არ უშვებენ ხო ჩვენც ამას გრძნობთ თქვენ რეალურად იმ ადამიანში კაცშიც და ქალშიც იმას კი არ ხედავთ რომ დასაბანია რა არა შინაგან იმ ნეგატივს მოკლედ ჭუჭხს მოდი ასე დავარქმევ რა ხედავთ რაც აიღო იმ ქალბატონმა თუ იმ კაცმა კაცსაც უხრა ბინძურები არის ხოლმე ამ კუთხით რა ნეგატიური კუთხით ამიტომ გაასუფთავეთ საკუთარი თავი როგორ აირჩიეთ ღმერთით იარეთ აბა დროებით